მოგესალმებით მეგობრებო. გადავწყვიტე ვისწავლო გერმანული ენა და რასაც ვისწავლი, ის ყველაფერი ჩავწერო. რეალური გამოწვევასავით იქნება თუავლაპარაკდი და ვისწავლე, ესე იგი ჭრის ის მეთოდი, რომელსაც ნელ-ნელა შევქმნი და იმედია შევქმნი და თუ არ გამომივიდა, ესე იგი ვერავლაპარაკდი, ესე იგი არ ჭრის. და ვისაც სურვილი გექნება ჩემომიერთდით, ისწავლეთ ჩემთან ერთად. თუ რამე შემეშლება და ვინმე შემისწორებს, დიდი მადლობა. წინასწარ. რაც შეეხება ახლა გერმანულ ენას, ვიყენებ YouTube-ით ვმეცადინეობ და ChatGPT-ს ვიყენებ ასევე. და ჩემებურ სტილს ვაძლევ. პირველი შევეხები ნაცვალსახელებს. გერმანულად მე ეს არის ich. Ich ნიშნავს მე. Du ნიშნავს შენ. Er ნიშნავს ის მამრობითი სქესი. Sie ნიშნავს ის მდედრობითი სქესი. Es ნიშნავს ის საშუალო სქესი. შემდეგ აქაც მოდის ახლა მრავლობითი ფორმა. Wir ნიშნავს ჩვენ. Ihr ნიშნავს თქვენ. Sie ნიშნავს ისინი და Sie, რომელიც დიდი ასოთი იწერება, ნიშნავს თქვენ, თავაზიანი ფორმა. ანუ გამოდის, რომ რეალურად სამი zi გაქვს, სამივე აქედან ერთი zi ნიშნავს ისინი, ერთი zi ნიშნავს თავაზიან ფორმას, ანუ თქვენ და ერთი zi კიდე არის ის საშუალო, ანუ მდედრობითი სქესი უკაცრავად. ეხლა რაც შეეხება თვითონ ზმნის უღლებას. ინგლისურისგან განსხვავებით, აქ ყველა ზმნას თავის დაბოლოება აქვს. მაგრამ ესეც არ არის რთული, იმიტომ რომ რთული არ მომეჩვენა, უბრალოდ გამახსოვდება, როცა იმეორებ. ეხლა თქვენთან ერთად ვაუღლებ რამდენიმე ზმნას და პრინციპს დაგანახებთ და მერე შეეცადეთ, რომ თქვენც ავუღლოთ და მერე გადაამოწმოთ ჩემთან ერთად, იმიტომ რომ მე უკვე ყველაფერი გადამოწმებული მაქვს. პირველი მოდი ავიღოთ fragen. Fragen ნიშნავს შეკითხვას. Ask ამას ნიშნავს შეკითხვას. გერმანულში კიდე ასო რ იკითხება როგორც ღ. ეხლა ვაუღლოთ, მაგალითად მე კითხვას ვსვავ. Ich frage, ანუ ეთიბოლოვდება. Du fragst, სთვაკ. Sie, es fragt. სამივე ერთნაირია კამათ. T დაბოლოება უნდა კონდეს. Wir fragt, Sie fragen, Sie fragen. შემდეგი ზმნა ეს მოდი ავიღოთ. Ich reise. Ich reise. Du reist. Du reist. Sie, es reist. Er reist. Wir reisen. Wir reisen. Ihr reist. Ihr reist. Sie reisen. Sie reisen. Good, thank you. ყიდვა ინგლისურად არის kaufen. მაგალითად მე ვიყიდე ich kaufe. Du kaufst. Sie, es kauft. Wir kaufen. Ihr kauft. Sie kaufen. Sie kaufen. ეხლა არის შემდეგი წესი არის და ეს არის ცხოვრება. Wohnen. ეს ეჭღერს გერმანულად ცხოვრება. Wohnen. და დააპაუზეთ. თქვენ თვითონ აუღლეთ ამ პრინციპით და შემდეგ მოისმინეთ მე როგორ ვაუღლებ და თუ რამე ჩაასწორეთ. მე ვცხოვრობ. Ich wohne. Du wohnst. Sie, es wohnt. Wir wohnen. Ich wohnt. Sie wohnen. Sie wohnen. ეს არის სწორი ფორმა. შემდეგი ზმნა ეს არის spielen. თამაში. ესი და ფი იკითხება როგორც შ. ამიტომ ეს სიტყვა ჟღერს როგორც spielen. Ich spiele. Du spielst. Sie, es spielt. Wir spielen. Ihr spielt. Sie spielen. Sie spielen. და შემდეგი ზმნა მოდი იყოს მუშაობა. ეს არის arbeiten. Arbeiten. თუ აუღლეთ, ეხლა ჩართეთ და მოისმინეთ. მე ვმუშაობ, ეს არის ich arbeite. Du arbeitest. Sie, es arbeitet. Wir arbeiten.
ihr arbeitet, sie arbeiten, sie arbeiten. და მოდით ბოლოსნა იყოს კეთება machen. აქაც იგივენაირად გააკეთეთ, ჯერ თქვენ აუღლეთ და მერე მოისმინეთ, მე როგორ ვაუღლებ. მე ვაკეთებ, ეს არის ich mache, du machst, sie es macht, wir machen, ihr macht, sie machen, sie machen. ეხლა კიდე რა აქვს ამას მარტივი გერმანულს, რაც მომეწონა. დავუშვით შეკითხვა მინდა დავსვა. უბრალოდ ნაცვალ სახელს და ზნას შეუცვლი ადგილებს. Всё. დავუშვათ მინდა თქვა ვაკეთებ მე. mache ich აკეთებ შენ. machst du, macht ihr, macht sie, macht es, machen wir, macht ihr, machen sie, machen sie. ანუ უბრალოდ ადგილებს უცვლი. ეხლა მოდი ვთქვათ ცხოვრობ შენ? ან ცხოვრობ მე? ანუ ეს ვაუღლოთ კითხვით ფორმაში. Wohne ich, wohnst du, wohnt er, wohnt sie, wohnt es, wohnen wir, wohnt er, wohnen sie, wohnen sie. ეხლა მოდი ავიღოთ fragen შეკითხვის დასმა და თქვენ დააპაუზეთ, თვითონ გადასვით კითხვა და შემდეგ მოისმინეთ. Frage ich, fragst du, fragt er, fragt sie, fragt es, fragen wir, fragt ihr, fragen sie, fragen sie. თუ მინდა ვთქვა მაგალითად მე არ ვაკეთებ, წინადადებას ბოლოში უნდა დავუმატო სიტყვა არა, რომელიც ჟღერს როგორც nicht. მაგალითად ich mache nicht, მე არ ვაკეთებ. Du machst nicht. Er macht nicht. Sie macht nicht. Es macht nicht. Wir machen nicht. Er macht nicht. Sie machen nicht. Sie machen nicht. ჯერჯერობით მოდი ეს იყოს. მე ამას უბეში კიდე რაღაც გაკვეთილებს დავამატებ. აი მე შემდეგს დავამატებ კითხვა როგორ დავსვა, მაგალითად სად, რატომ, როდის და რამდენიმე არსებით სახელსაც მივამატებ და ნახოთ რა გამომივა. წარმატებას გისურვებთ, თქვენს და საკუთარ თავსაც და დროებით. Bye.